გამარჯობა, როგორც მითხრეს, ჩემს პატარას მუნი აქვს. ძალიან ბევრ ექიმთან მყავდა, ვერაფერი ვუშველე, დამეხმარეთ. რამე არსებობს მუნისგან დასაცავი, რომ არ შეხვდეს 4 წლის პატარას? გამარჯობა, რა უნდა ვიცოდე მუნის შესახებ ბავშვს თუ დაემართა? რა მოვიმოქმედო პირველ რიგში და რა სიმპტომებია? და საერთოდ მორჩენადია თუ არა? ძალიან დავიძაბე, დავისტრესე. ყოველ მეორე ჭირს უკვე სკოლებში, ბაღებში. პატარა 1 წლის და 7 თვის ყავს. რა გვეშველება? რაღაც მუნი შემოვიდა და ეგ მჭირს. თითებს შორის ორივე ხელზე დამსკდარი მაქვს, იდაყვებზე და მთლიანი ტანი მეკავება. მირჩიეთ რამე. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ანონიმური მომხმარებლების პოსტები გავრცელდა, რომელშიც ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ სხეულზე გამონაყარისა და ქავილის მიზეზი. მიზეზი დღეს უკვე ცნობილია. ექიმი დერმატოლოგები და ინფექციონისტები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მუნის შემთხვევებმა იმატა. ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ფიქსირდება. მედიკოსების თქმით, მუნი ანუ სკაბიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის პარაზიტული დაავადება. მას კანქვეშა ტკიპა იწვევს, რომლისთვისაც ხელსაყრელი გარემო თბილი ქსოვილები, კანით კანთან კონტაქტი და სითბოა. კანქვეშა ტკიპა ღამით უფრო მეტად აქტიურდება და ქავილს იწვევს. ექიმები პროფილაქტიკის მიზნით პირადი ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვას გვირჩევენ. ეს არის პარაზიტი, რომელიც არ დაფრენავს და რომელიც გადადის მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით. როდესაც ჰიგიენის ელემენტარული წესებია დარღვეული, მაგალითად ხელის დაბანა, მაგალითად ცხისი ტანსაცმლის ჩაცმევა, ისე რომ არ გარეცხავ და გადაიცმა. მაგალითად ცხის ლოგინში ჩაწოლეს. აი ასეთ შემთხვევაში არის გადადების გზები. ეს არის თვალით უხილავი პარაზიტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კანზე პარაზიტობს. ის არ გადადის არანაირ შინაგან ორგანოებზე. ქავილის შეგრძნებით იწყება მუნით დაავადება. ეს არის მინიატურული წერტილები, რომელიც შეიძლება თავდაპირველად გამონაყრად ვერც აღვიქვათ. ქავილი მაინც და მაინც სითბოზე გაძლიერებული ჩვენ დიაგნოსტიკის საშუალებას გვაძლევს. მწვავე ქავილი, წვრილი გამონაყარი ხელისა და მაჯის არეში. ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რაც მუნის ინფექციით დაავადებულს აღენიშნება. სიმპტომების გამოვლენა დაახლოებით 2 კვირაში ხდება. სკაბიესით დაავადების შემთხვევაში პრევენციის მიზნით მკურნალობა დაავადებულის ოჯახის წევრებმაც უნდა ჩაიდანონ. ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მუნის ეპიდემიურად გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ისინი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და კვლავ ჰიგიენური ნორმების დაცვას თხოვენ. სტატისტიკურადაც კი აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება. ამიტომ საზოგადოება უნდა დავამშვიდოთ, რა თქმა უნდა, ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში ნამდვილად არ ხდება. ზალაშია, რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდებაც და სურვილიც, რომ რაც შეიძლება მეტად დაცვა, ჰიგიენური ნორმების ხელის დაბანა იქნება ეს თუ ყველაფერი სხვა. მუნის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა სკოლებსა და ბაღებში დაფიქსირდა. იმ სკოლებსადაც სკაბიესის შემთხვევა ბავშვებში დადასტურდა, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა. მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის დეტალური ინფორმაცია არცერთ უწყებას არ მიუწოდებია. ისინი სკოლებისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ. ამ შემთხვევაში, როდესაც უკვე ეს დაფიქსირებულია, სკოლამ უნდა რაღაც პროფილაქტიკა წინასწარი ჩაატაროს. პირველ რიგში ინფორმირებულობა მშობლების. შემდეგ თუ შესაძლებელია გარკვეულად თვალყურის დევნება და საქმის კურსში ყოფნა ვინმე ბავშვებს კონკრეტულად რამე სიმპტომები ხო არ აქვს გამოვლენილი. თუ შესაძლებელია დეზინფექციის ჩატარება, ვთქვათ, გარკვეული ინფექციური დაავადებების დროს დეზინფექცია ტარდება და დაიხუროს, ვთქვათ, რამდენიმე დღით სკოლა და ჩატარდეს კარგი დეზინფექცია. ყველანაირი ზომები უნდა მიღებული იყოს, იმიტომ რომ ამის გავრცელება ძალიან დიდ შედეგებს გამოიწვევს. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზუსტად იციან ასეთი ფაქტის არსებობის და დაფიქსირების შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მყისიერად მიმართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უკვე თავად რეაგირებს კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით. მოუწოდებთ საზოგადოებას ვიყოთ მშვიდად, არ არსებობს პანიკის საფუძველი. დაავადება, რომელიც თითქოს წარსულს ჩაბარდა, დღეს თავიდან გვახსენებს, რომ ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. მუნი მარტივად ვრცელდება, თუმცა ასევე მარტივად იკურნება. ექიმები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ სიმპტომების უგულებელყოფა საფრთხეში როგორც თავად დაავადებულის, ისე მისი გარშემომყოფების ჯანმრთელობას აგდებს.